მოგესალმებით უცხო ტელემაყურებლებო, შუადღე მშვიდობისა 13 საათი შესრულდა სრულიად საქართველოში და ამგვარად პუნქტუალურად მეგატივის პირდაპირ ეთერში დაიწყო გადაცემა, რომელსაც სახელად ეწოდება შუადღე ქუთაისში. დამენა თევდორაძე გახლავართ ამავე გადაცემის წამყვანი. მაქვს პატივი დღევანდელი დღე გავატარო თქვენთან ერთად, შედარებით გამოიდარა ქუთაისში, თუმცა საკმაოდ ცუცხიანი ამინდი გვაქვს, იმედია ეს თქვენს გუნება განწყობაზე ცუდ ასახვას არ პოვებს და თუ კი ახლა შემოგვიერთდით და არ მიეკუთვნებით ერგული ტელემაყურებლების რიგს და რიცხვს, მოგახსენებთ, რომ ყოველ მეორე 4 შაბათს გადაცემის სტუმარი გახლავთ, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სტუმარი და მეგობარი, რომელიც აი ამ გადაცემამ მაჩვქა და მაპოვნინა თამამად შემიძლია ვთქვა, ისტორიის დოქტორი პროფესორი ლაშა დეისაძე შარვაშიძე, რომელსაც მივესალმები და მადლობას გადავუხდი, რომ არა აქვს მნიშვნელობა როგორი გადატვირთული დღის განრიგი არ უნდა იყოს, მაინც მოიძებნება ხოლმე ეს 20 წუთი ან 30 საჭიროების ამებ. ლაშა, გამარჯობა, როგორ ხარ? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, დიდი მადლობა ასეთი ჩემზე აგებული შესავლისათვის. ნამდვილად მე მინდა ვთქვა, რომ თქვენ გადაცემაში ჩემი ყოველწლიური და მრავალწლიანი უკვე მოსვლა აღარც კი ვიცი, უფრო მეტად სწორად არ მინდა შევცდეთ, დაახლოებით ვიცი რამდენი წელია ვარ თქვენ გადაცემაში. ეს არის უკვე 7 წელზე მეტი, რო გითხრათ სიმართლე. და აი ყოველთვის არის საინტერესო, აი მეც, აი ვამბობ ამას ყოველგვარი გადაჭრების გარეშე, ყოველ ჯერზე რაღაც სიახლით მე თვითონ მივიდივარ აქედან. ანუ ჩემი ნათქვამიდან რაღაც თქვენი დასმული კითხვები და გამომდინარე, ისეთ რაღაც სიახლეს აღმომაჩენინებთ ხოლმე. ერთს მაინც თითოეულ მოსვლაზე უფრო მეც თუ არა, ყოველთვის ვარ გახარებული და მიხარია რომ ეს ბოლო უკვე 2 თვეა თითქმის ეს ჩვენი რამდენიმე წლიანი თანამშრომლობა გადაიზარდა ყოველ ორკვირეულ საოთხშაბათო შეხვედრებზე, სადაც ჩვენ ერთობლივად საუბრობთ სხვადასხვა საინტერესო თემატიკის შესახებ. მადლობა ისევ და ისევ რომ მონაწილეობ გადაცემაში. თებერვალი შემოგვეპარა თვალსა და ხელშუა, 8 თებერვალს აღნიშნება დავითობა. სწორედ ჩვენი ცენტრალური სასაუბრო თემა იქნება დავით აღმაშენებელი და კიდევ ერთხელ დაუბრუნდები იმ საკითხს, რომ უნდა გავიაზროთ ჩვენ ამ დღეს მნიშვნელობა, მხოლოდ მილოცვებით და სათვალგზელოებით რომ შემოვიფარგლოთ და ასევე საიუბილეო თარიღიც გვიახლოვდება, ხა 7 წელს თუ ვითვლით 10 წლიანი იუბილე, ალბათ ესე მასშტაბურად და გრაციოზულად უნდა აღინიშნოს. რამდენიმე წელიწადში. ლაშა, მიხარია რომ შევხვდით ერთმანეთს, განწყობა როგორც მივხვდი ამაღლებული და კარგია, სტუდიაშიც თბილი და ნათელია, შესაბამისად დავიწყოთ, ხო? დავით აღმაშენებელზე ძალიან ბევრი რამ გვსმენია ალბათ, თუნდაც გვახსოვს, ხო? თუ კი შემდეგ აღარ უთმობთ ხოლმე დროს კითხვას და განვითარებას სასკოლო პროგრამიდან, მაგრამ ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დავითობა გვიახლოვდება და გელათი ისევ და ისევ სავალალო მდგომარეობაში. ალბათ ეს არის უკვე რამდენიმე წლის მანძილზე უკვე ეს უნდა ვთქვათ, რომელზეც სხვათა შორის საუბრის მეტი არაფერი შეგვიძლია, მაგრამ მადლობა ღმერთს, მე ამ საუბარსაც შესაბამის ფორმატში არასდროს არ ვერიდები, სხვებისგან ზოგიერთებისგან განსხვავებით, არავის არ დაუცინის საკუთარ თავზე. რაც შეეხება უშუალოდ დავით აღმაშენებელს, დიახ, ჩვენ გვიახლოვდება ახალი სტილით 8 თებერვალი ხსენება საქართველოს წმინდა კეთილმსახური მეფის დავით მეოთხე აღმაშენებლის, რომელიც ზეობდა 1089-1125 წლებში. ანუ ეს არის მე-11 საუკუნის მიწურული, მე-12 საუკუნის პირველი მეოთხედი. რა ხდება ამ დროს საქართველოში? ну, მოგეხსენებათ ახლა საქართველოში თითქმის ყველა დიდი დამპყრობელი ნამყოფი არის. ერთი ალექსანდრე მაკედონელი არ შემოსულა საქართველოში, მაგრამ ზოგიერთი ცნობით მისი ერთ-ერთი სარდალი აზო შემოვიდა ქართლში და ნაპოლეონ ბონაპარტი არ ყოფილა კიდე საქართველოს შემოსული. დანარჩენი თუ ვინმე დამპყრობელი გამოჩნდა ამ მსოფლიო ასპარეზზე, დედამიწის ზურგზე, რომელ კონტინენტზეც არ უნდა ყოფილიყო და რომელ მხარეში, თითქმის ყველა არის საქართველოში შემოსული და დალაშქრული აქ ეს ქვეყანა და ფრისასაულია მართლაც ამ ქვეყნის გადარჩენა და აი სწორედ ესეთი ერთ-ერთი მორიგი უმძიმესი პერიოდი ედგა ქვეყანას დავით აღმაშენებლის განმეფების პერიოდში, ეს იყო თურქ-სელჩუკების თარეში. უნდა ითქვას, რომ დავით აღმაშენებლის ბაბუამ ბაგრატ მეოთხემ, რომელიც 1062 წელს გარდაიცვალა, ბოლომდე მოახერხა ის, რომ მან თურქ-სელჩუკებს ხარკი არ გადაუხადა. რის ხარჯზე და როგორ? ანუ ეს მოახერხა იმის ხარჯზე, რომ თურქ-სელჩუკებიც თვითონ მაშინ იყვნენ გარკვეულწილად და დასუსტებული შიდა ფეოდალური დაპირისპირებით, ეს თურქ-სელჩუკთა მმართველის ალფ-არსლანის მმართველობის ხანა იმათთან, თუმცა ასევე ძლიერი დიპლომატიის წყალობით შეძლო ეს ბაგრატ მეოთხემ. თურქ-სელჩუკთა მმართველი პირდაპირ უთვლიდა მას ბაგრატ მეოთხეს დავითის ბაბუას, რომ ხარკი იკისრე, მაგრამ ეს აქედან უგზავნიდა საპასუხოდ ძღვენს, მოციქულებს და ისე გარდაიცვალა ბაგრატ მეოთხე, რომ ეს აირიდა თავიდან.
რაც სამწუხაროდ ვეღარ შეძლო მისმა ვაჟმა გიორგი მეორემ, ანუ დავით აღმაშენებლის მამამ, თავდაპირველად მან გარკვეული წარმატებებით, შემართებით დაიწყო ეს თავის მოღვაწეობა, თუმცა იმდენად დამძიმდა ქვეყანაში მდგომარეობა, რომ ეს გადაიზარდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ტრაგიკულ პერიოდში, დიდ თურქობაში. დიდი თურქობა, რომელიც 1080 წლიდან დაიწყო საქართველოში და რაში მდგომარეობდა ეს, რომ ყოველი წლის ადრეულ გაზაფხულზე შემოდიოდნენ თურქ-სელჩუკები თავიანთ ოჯახებთან ერთად და გვიან შემოდგომამდე რჩებოდნენ საქართველოში. თარეშობდნენ, ააწიოკეს ქვეყანა და გაჩნდა ნასოფლარები, ნასახლარები, ნატაძრალები და ასე შემდეგ და ამ ფონზე 1083 წელს უკვე გიორგი მეორე თავად ეახლა მალიქ შახს, ანუ თურქ-სელჩუკთა მმართველს და თვითონ ითხოვა, რომ ხარკს იკისრებდა საქართველო. თუმცა მიუხედავად ამ ხარკის კისრებისა, თვითონ თურქ-სელჩუკთა შორის აღარ იყო რაღაც ერთსულოვნება და მალიქ შახი ბოლომდე ვეღარ აკონტროლებდა თავის სახელმწიფოს და მიუხედავად ამ ხარკის გადახდისა, თვითონ თურქ-სელჩუკებში ხელმწიფისგან დამოუკიდებლად შეიქმნა ისეთი რაზმები, რომლებიც მოროდიორობდნენ, ასე რომ ვთქვა, თავისუფლებას ათარეშობდნენ და ასეთი რაზმები მაინც თავს ესმოდნენ საქართველოს. იქ მიწისძვრები გახშირდა მაშინ საქართველოში, რაღაც ბუნებამაც ზურგი აქცია რომ იტყვიან და ასეთ ფონზე 1089 წელს სამეფო კარის თხოვს გიორგი მეორეს, რომ ტახტიდან გადადგეს, იქნებ და ტახტი დაუთმოს თავის 16 წლის ვაჟ დავით მეორეს. წარმატებული მეფობა თუ ეს თხოვნა წარუმატებელი მეფობის ფონზე იყო ეს თხოვნა. ანუ გიორგი მეორის წარუმატებელი მეფობის ფონზე იყო ეს თხოვნა. ზოგიერთ სახელმძღვანელოში იწერება, რომ თითქოს მოხდა სახელმწიფო გადატრიალება. ტყუილია, არავითარი სახელმწიფო გადატრიალება არ მომხდარა. დავით აღმაშენებელს მამა ბოლომდე ყავდა პატივში, ის ბოლომდე იწოდებოდა მეფედ, უბრალოდ მართველი აღარ იყო, იყო პროტოკოლური მეფე ბოლომდე და დავით აღმაშენებელი, რომელიც იყო ღრმად მორწმუნე ქრისტიანი, ალბათ ღმერთმა ამიტომაც მოიღო მას დიდი წყალობა, რომ ის მშობელ მამას სათანადო პატივით ექცეოდა, არავითარი გადატრიალება არ მომხდარა. 1089 წელს ადის 16 წლის ვაჟი ტახტზე. ხო, 16 წელი ხა, მოდი პარალელი გავავლოთ თანამედროვეობასთან და დღეს რა თქმა უნდა ამ თაობას დიდი პატივი სცემა, მაგრამ როგორი წარმოსადგენია ცოტა უცნაურიც კი რომ 16 წლის ბავშვი არის ტახტზე და ის წარმატებულად ახორციელებს ბევრი მიმართულებით სხვადასხვა ტიპის რეფორმას. იცით რა არის ის იმ პერიოდის არამარტო ასაკობრივ მდგომარეობა, აი ჩვენი ზოგიერთი მეფის გარდასულ საუკუნეებში, იგივე დავით აღმაშენებლის, იგივე ვახტანგ გორგასლის ფიზიკური აღნაგობის მონაცემებიც რო გაეცნობთ, აი ნახავთ, რომ ძალიან დიდი სხვაობა იმ პერიოდსა და ამ პერიოდის თაობებში. გონებაც სხვა საჭირო მარტო ფიზიკური მდგომარეობაც სხვა არის, შემართებაც სხვა არის და ასე შემდეგ. 16 წლის ვაჟი ადის ტახტზე, ხდება აბსოლუტურად დემორალიზებული ქვეყანა. ფაქტობრივად ჩამოშლილი სახელმწიფო. არის ქვეყანა, მაგრამ არ არის თითქმის სახელმწიფო. ნუ ის წარმატებები, რომელსაც მან მიაღწია, უნდა ითქვას, ეს მხოლოდ მის დამსახურება არ იყო, იქედან გამომდინარე, რომ მას გვერდით ამოუდგნენ იმჟამინდელი ქართველი არისტოკრატიისა და საზოგადოების გამოცდილი და პატრიოტი ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად გაერთიანდნენ, შეგვიძლია ვთქვათ, გიორგი ჭყონდიდელ მწიგნობართო ხუცესის მმართველობის ხელმძღვანელობის ქვეშ, ცენტრალური მმართველობა რა თქმა უნდა მეფის. ლაშა, რომ არ დამოვიწყდეს ისტორიულ წყაროებში თუ არის აიმე ტიპის ცნობები, რა ხდებოდა თქვათ დავით აღმაშენებლის ცხოვრებაში 16 წლამდე პერიოდში საერთოდ თუ არის დავით აღმაშენებელი გაიზარდა ქუთაისში, დაიბადა და გაიზარდა ქუთაისში. ეს არის ადგილი დღევანდელი დიდი ალბათობით ბაგრატის ტაძრის ეზოში მდებარე სასახლის ნანგრევები, რომელიც არის ტაძრის საკურთხევლის მხარეს. იქ იყო თავდაპირველად აფხაზთა მეფის სასახლე, შემდეგ უკვე ერთიანი საქართველოს მეფეთა სასახლე. იქ უნდა იყოს დავით აღმაშენებელი დაბადებული და გაზრდილი. მის აღზრდაში დიდი როლი ითამაშა გიორგი ჭყონდიდელმა. ჩვენ ზუსტად დავით აღმაშენებლის დაბადების წელი არ ვიცით, მაგრამ ეს გამოთვლილია, რომ თუ 16 წლისა იყო, როდესაც ის 1089 წელს ავიდა ტახტზე, აქედან გამომდინარე გამოდის, რომ ის დაბადებულა 1073 წელს. და ის ხედავდა, რა თქმა უნდა, იმ უბედურებას, რაც ქვეყანაში რეალებდა, რომ თურქები აწიოკებდნენ საქართველოს, თურქ-სელჩუკები ქვეყნის მიწისძვრები და ასე შემდეგ. ეხლა თავიდან კიდე გარდა საგარეო პრობლემისა იყო დიდი საშინაო პრობლემა. ეს იყო დიდგვაროვან ფეოდალთა დიდი ნაწილის თვითნებობის ალაგმვის საკითხი. ესენი თავის დროზე გიორგი მეორესგან მიჩვეულნი იყვნენ საჩუქრების დაშოშმინებას. როდესაც აჯანყდებოდნენ, გარკვეული საჩუქრებით დააშოშმინებდა მეფე, მაგრამ ამ საჩუქრებს ჰქონდა, ასე რომ ვთქვათ, უხეშად ვთქვათ, თავისი ვადა.
რომელიც გასვლის შემდეგ ახალი მადა იხსნებოდა და აი აქედან უნდა დაშოშმინებულიყო ესენი მეფისგან უნდა დაშოშმინებულიყვნენ და მოუწია მეფეს მკაცრი ზომების გატარება, თუმცა სახელმწიფოებრივ სულიად სამადან მან ალაგმა ორი განსაკუთრებით თავგასული ფეოდალური საგვარეულოს ბაღვაშებისა და აბულეთის ძეების თარეში. საერთოდ საბოლოოდ უკანასკნელი ბაღვაშის გარდაცვალების შემდეგ მან საერთოდ გააუქმა კლდეკარის საერისთავო, რომელსაც ესენი მართავდნენ და ის უშუალოდ სამეფო ცენტრალურ მმართველობას შემოუერთა. ამის შემდეგ მან მთელი რიგი ბრძოლები გადაიტანა, კახეთ-ერეთი შემოიერთა 1010 წლიდან რო დაიწყო მან 1114 წელი, 1115 წელი, 1117 წლები სულ სხვადასხვა ტერიტორიები შემოიერთა საქართველოს, დაიბრუნა. რა თქმა უნდა და ამ ყველაფრით მან უკვე გეზი გახსნა, რომ დაებრუნებინა თბილისი, რომელიც თითქმის 400 წელი აღარ იყო საქართველოს იურისდიქციაში, ჯერ არაბების თარეშიდან, იქ არაბთა საამირო იყო 3 საუკუნე მეტი დროის მანძილზე, ხოლო უკვე 11 საუკუნის 80-იანი წლებიდან იქ არაბთა მმართველობა აღარ იყო, თუმცა თბილისელი ბერები, ანუ უხუცესები მართავდნენ იქაურობას. უმნიშვნელოვანესია დავით აღმაშენებლის მოღვაწეობაში ეს ყველა მიცის რუის ურნისის საეკლესიო კრება. რა უძღვნა წინ გარდა ფეოდალების, ანუ რა ხდებოდა საეკლესიო კუთხით? მე-11 საუკუნეში საქართველოში მოგზაურა, ჩამოვიდა დიდი ქართველი მოღვაწე, სასულიერო მოღვაწე, რომელიც ათონის მთაზე მოღვაწეობდა, გიორგი მთაწმინდელი, გიორგი ათონელი და მან დასახა მთელი რიგი მიმართულებები, რა კუთხით უნდა გაუმჯობესებულიყო საქართველოს ეკლესიაში იმჟამად არსებული რთული მდგომარეობა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი გიორგი მთაწმინდელის მიერ დასახული იდეები შემდეგ დავით აღმაშენებელმა მალევე შემდგომ საუკუნეში განახორციელა. ეს იყო იქ მთელი რიგი პრობლემები იყო მაშინ საქართველოს ეკლესიაში ჩამოთვლილი არის კიდევაც. იყო განათლების ძალიან დიდი პრობლემა, იყო ზნეობის პრობლემა. ზნეობა ახლა შეიძლება ვინმეს პირადი საქმე არის, სხვა საკითხია, მაგრამ ეკლესიაში პირადი საქმე ზნეობა არ არის. ეკლესიაში ზნეობა ნომენ პირველი საქმე არის. ისევე როგორც აი გაიგონებთ ხოლმე რომელიმე იერარქზე მისი პირადი ცხოვრება. იერარქს პირადი ცხოვრება არ აქვს. პირადი ცხოვრება თუ სურს, მაშინ იერარქი ვერ იქნება. ეს არის კაცრად გამიჯნული მომენტი და ეს ზნეობრივი კუთხით იყო გამოსასწორებელი. ასევე იყო რომ ხშირად დიდგვაროვნების სარგებლობდნენ მაშინდელი და თავიანთ შვილებს აღაზევებდნენ ეპისკოპოსებად და საეკლესიო სამართლით არ აქვს მნიშვნელობა დიდგვაროვანი იქნება ადამიანი თუ არა, მას სრული უფლება აქვს მონათლღებულ მამაკაცს მიიღოს სამღვდელო თუ სამღვდელმთავრო ხელდასხმა. ეს ძალიან დიდი პრობლემები იყო და აი ამ პრობლემების ალაგმით და გამოსწორებით დაიწყო დავით აღმაშენებელმა. თანამედროვეობაში გადმოვიდეთ ახლა. მსგავსი ტიპის კრება დღეს ვიცით რა არის მსგავსი ტიპის კრება აუცილებელია დღეს, მაგრამ რამდენად შესაძლებელია სხვა საკითხია, მაგრამ არის კიდე ერთი მომენტი. რატომ არის შეუძლებელი? ამას ჭირდება დავით აღმაშენებელი და ყავს დღეს დავით აღმაშენებელი არ აქვს. ან გონი არა. არ აქვს, ხო? და ეხლა რა ხდება კიდე? თუ თქვა უშუალოდ კრება არ გაიმართება, რუის ურნისის საეკლესიო კრების ძეგლის წერაში ჩამოთვლილი საეკლესიო კანონები დღესაც მოქმედია, ოფიციალურად გაუქმებული კი არ არის. დღეს ის მოქმედია საქართველოს ეკლესიაში. აი იმ კანონები თუ მოხდება საქართველოს ეკლესიაში გარკვეული მიმართულებების გაჯანსაღება, კრების გარეშე შეიძლება პრობლემები აღმოჩნდეს. რა მიმართულებაა მაშინ რომ გაგვანათლოთ, რას გულისხმობთ? მთელი რიგი საღვთისმეტყველო, საღვთისმსახურო, ზნეობრივი და ანუ რაც სასულიერო პირის მოღვაწეობა სჭირდება ეკლესიაში რა. იგი ძალიან მძიმე ცოდვებზეც არის საუბარი, სხვათა შორის რა სასჯელი უნდა განესაზღვროს და რა მძიმე ცოდვაში მყოფი ადამიანის თქვა ხელდასხმან დაყენება, ხელდასხმარ შეიძლება გაჩერება შემდეგ. და რა შეიძლება ჩაითვალოს მძიმე ცოდვაში, იმიტომ რომ მე როგორც რიგით მოქალაქეს და სასულიერო პირის ცოდვები ერთნაირად მოგვეკითხება, ანუ ცოდვების ეს არა, რა თქმა უნდა, ნახეთ ღვთის წინაშე ერთნაირად არ მოგეკითხებათ, იმიტომ რომ სასულიერო ხელდასხმა მეტყვალდებულებას აძლევს ადამიანს ღვთის წინაშე ბუნებრივი. მთელი რიგი ცოდვები ახლა უბრალოდ მძიმეა ამ ცოდვებზე საუბარი, მათ შორის არატრადიციული ორიენტაციის ცოდვებზეც არის საუბარი. ერთ-ერთი კანონი ამ კუთხით არის მიძღვნილი სპეციალურად და როგორც ჩანს ეკლესიაში მაშინ იყო ამ მხრივ გარკვეული მძიმე მდგომარეობა. მაგრამ ეს ხომ არ გამორიცხავს რომ ახლა შეიძლება არ იყოს, ანუ შეიძლება თქვათ რომ რაღაც ყველაფერი იდეალურია. იდეალურად რა თქმა უნდა არც არაფერი არ არის და ამ წუთის სოფელში გამორიცხული არასდროს არაფერი არ არის. ვერავისგან ვერაფერს ვერ გამორიცხავთ ვერასდროს. ხორცელი ადამიანისგან. კარგი. ლაშა, კი, დასრულეთ. ერთი მომენტ მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ აი გიორგი ჭონდიდელს
მან ჩააბარა მწიგნობართუ ხუცესის თანამდებობა. მწიგნობართუ ხუცესის თანამდებობა იყო მეფის შემდეგ პირველი კაცი ქვეყანაში. და ასევე მას ჩააბარა გიორგი ჭყონდიდელს სააჯო კარი. სააჯო კარი ეს იყო უმაღლესი სასამართლო, აი დღევანდელი უზენაეს სასამართლო. აი დავითის დიდი სიბრძნე. რატო ჩააბარა გიორგი ჭყონდიდელს ესე იგი სააჯო კარის მოსამართლეობა, უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეობა მთავარს? მან ამით გადმოიტანა საღვთო განგებულების ანალოგი ქვეყანაში და სასამართლოში და ამით უთხრა ფაქტობრივად გიორგი ჭყონდიდელს და ყველა მთელ ქვეყანას რომ აი გიორგი ჭყონდიდელს დაევალა რომ მას როგორც მწიგნობართუ ხუცეს ანუ სახელმწიფო მოღვაწეს საქმეები განესაჯა სამართლით და კანონით და როგორც მღვდელმთავარს საქმეები განესაჯა წყალობითა და მოწყალებით. ანუ ხვდებით, ხო აი საღვთო განგებულება არის სამართალი და წყალობა, ხო? ეს ანალოგი გადმოიტანა დავით აღმაშენებელმა სასამართლოში და დაავალა მის მესვეორს, რომ შე როგორც მღვდელმთავარმა განსაჯე წყალობით, როგორც მწიგნობართუ ხუცესმა განსაჯე სამართლით. აი ეს არის გამორჩეული. სოფლიოში ანალოგი არ არის. ეს კიდე ღრმისი გამორჩეული სიღრმე გამოსჭვევის და არა მარტო ეს ადამიანური არ იყო. აი დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას რო გადახედავ, ეს არ იყო ერთი ადამიანის მოღვაწეობა, არ შეიძლება. აქ იყო აუცილებლად საღვთო ხელი. არ შეიძლება წარმოუდგენელია იმ დონის ქვეყანაში, რომელი ქვეყანაც მას დახვდა, ჩაიბარა და შემდეგ ასეთ სიმაღლებს და ისეთ გადაწყვეტილებებს ღებულობდა, აი ეს გადაწყვეტილებაც რომელი ახლა მოგახსენეთ, ეს იყო აუცილებლად ზებუნებრივი ძალიდან ჩართული გადაწყვეტილება. ამას ადამიანის გონება დიდად ვერ შეძლებს. ლაშა, მაპატია, პატივცემ, რა თქმა უნდა, თქვენს პროფესიას, მაგრამ ყოველთვის მიჩნდება ხოლმე შეკითხვა. ისტორია რამდენად აი დიდ ბევრ მტკიცებულება შეიცავს და რამდენად უტყუარია. ისტორია რო შეიძლება თუ რაღაც გადაწერის დროს შეცდომა, ან ჩემი ფანტაზიით რაღაცა გამემრავალფეროვნები და რაღაც მნიშვნელოვანი ამომეღო იქედან და შემდეგ აი ამ ადამიანების მსოფლმხედველობაზე ჩემი გავლენა კარგი ან ცუდი კუთხე ჩემეცვალა როგორც რიგით ადამიანს. ისტორია 100%-ით უტყუარი ვერ იქნება, იმიტომ რომ ყველა ისტორიკოსი თავის პიროვნულ ობიექტურ შეხედულებებს ატყობს და აჩენს თავის ნაშრომებს. განსაკუთრებით ეს ხდებოდა მეფის პირადი ისტორიკოსების შემთხვევაში. მეფის მემატიანები ხა უშუალოდ დავით აღმაშენებელზე აუბრალოდ თქვათ, მაგრამ ზოგადად ასე ვთქვათ, არაერთგზის სწოდავდნენ ამ კუთხით. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი გძირეულს ვერ ამოვიღებთ. ჩვენი მთავარ მნიშვნელოვანს და ნამდვილს ვერ ამოვიღებთ, ეს ამას არ ნიშნავს. რა თქმა უნდა, იქ რჩებოდა ნამდვილი, იქ რჩებოდა გძირეული. საერთოდ მე როგორც ისტორიკოსი ვიტყვი, რომ ისტორიკოსმა თავის ნაშრომებში მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავის შეფასებებისაგან. მან უნდა მიაწოდოს საზოგადოებას და დაუტოვოს მომავალ თაობებს ფაქტები, შეფასება უკვე მკითხველისა და საზოგადოების პრეროგატივა, ესე რომ ვთქვათ. და რა თქმა უნდა, იყო ახლა თანამედროვე, იმიტომ რომ ნახეთ, ჩვენთვის ახლა ეს არის საუკუნეებისამდელი ისტორია. მაგრამ მათთვის, ვინც ამას თავის დროზე მეფის ისტორიკოსები წერდნენ, ისინი ხშირ შემთხვევაში მათი თანამედროვენი იყვნენ. და თანამედროვე ისტორიის წერა, ასეთი გამოთქმა არსებობს ისტორიაში, რომ ისტორიის წერა თანამედროვეობაში ცოტა უმადური საქმეაო. და ეს მომენტი, რა თქმა უნდა, არსებობს. და გვირგვინი ალბათ დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის, არა მარტო დავით აღმაშენებლის, ზოგადად ერთ-ერთი გვირგვინი იმისა, რომ საქართველოს დღესაც არსებობს, ქართველი ხალხი დღესაც არსებობს, რომ ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა დღესაც რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ეს არის დიდგორის ბრძოლა. დიდგორის ბრძოლით შეგვიძლია აქაც სხვა ძალები იყო ჩართული დიდგორის ბრძოლაში. ნუ ეხლა მაგალითად დიდგორის ბრძოლის ისტორიას რო გაეცნობით, ახლა მე არ ვიცი თქვენს რამდენად მისაღები იქნება, მაგრამ დიდგორის ბრძოლის ისტორიას რო გაეცნობით, პირდაპირ წერია, რომ აი ამ ბრძოლაში ქართველთა შორისო ხილულად იხილვებოდაო წმინდა დიდმოწამე გიორგიო და იბრძოდა ქართველებს შორის. ეს წერია. ეს სხვა საკითხია, მე მაგალითად მჯერა. იმიტომ რომ 300,000-იანი ურდოს დამარცხება იმ ვიწროფში თან, სადაც მოხდა დიდგორის ბრძოლა, 60,000-მდე კაცი, და არც იყო კიდე 56,000 იყო ესე. რა ვიცი, ადამიანურ ძალებს ალბათ აღემატება. და დიდგორის ბრძოლა, რომელიც იყო, აი დიდგორის ბრძოლით უნდა ვთქვა ჩვენ რომ არა მარტო საქართველო გადარჩა. დიდგორის ბრძოლა მაშინ დიდწილად გადაწყვიტა დასავლეთ ევროპის ხვედრიც. დასავლეთ ევროპა რომ გადარჩა ქრისტიანობის დაკარგვას, იმიტომ ეს რა პერიოდია? ეს არის ჯვაროსნული პერიოდი, ჯვაროსნული ეპოქა. 1095 წლიდან გამოცხადდა ჯვაროსნული ლაშქრობები, დაიწყო 1096 წლიდან, ხო? და მოხდა 8 ჯვაროსნული ლაშქრობა. ეს არის სწორედ ის პერიოდი, როდესაც ევროპა სხვადასხვა ჯვაროსნული ლაშქრობით იბრძვის მუსლიმების წინააღმდეგ წმინდა მიწაზე. და ამ დროს
მუსლიმურ კოალიციას. ნახეთ, ეს კოალიცია არ იყო რომელიმე ერთი ეროვნების, ეს მუსლიმური კოალიცია იყო სხვადასხვა ეროვნებისგან შემდგარი, გამანადგურებელ დარტყმას აყენებს დავით აღმაშენებელი. და 3 საათში გათავდაო ბრძოლაო, მაგრამ ქართველები რამდენიმე დღის მანძილზე მისდევდნენ მტერსო და უბრალო გლეხებსაც კიო თურქ-სელჩუკთა მეთაურები და ლიდერები მოხავდათ დატყვევებულიო. ესეთი გამორჩეული იყო ეს ბრძოლა მაშინ. და ეს იყო აი პირდაპირ განსაკუთრებით დღეს, როცა 900 წელზე მეტია გასული დიდგორის ბრძოლიდან, ეს არის შეგვიძლია ვთქვათ, მსოფლიო მნიშვნელობის ბრძოლა, დიდგორის ბრძოლა და ეს იყო 1121 წლის 12 აგვისტო მოგეხსენებათ და ამის შემდეგ უკვე იხსნება გეზი თბილისისკენ. როდესაც 1122 წელს მეფემ დაიბრუნა თბილისი და იგი გამოაცხადა საქართველოს დედაქალაქად. აქაც ერთი მომენტი, მოგეხსენებათ, გაერთიანებული საქართველოს პირველი დედაქალაქი არის ქუთაისი. როდესაც გაერთიანდა საქართველო ბაგრატ მესამის დროს, ბაგრატ მესამე არის გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ასია ისტორიაში მიღებული, ის მეფე ზეობდა 978-1014 წლებში, ქუთაისი იყო ერთიანი საქართველოს დედაქალაქი. დავით აღმაშენებელმაც ქუთაისიდან მართა ქვეყანა. ის სულ 3 წელი იყო თბილისში როგორც დედაქალაქში. 1122 წელს გადაიტანა დედაქალაქი და 1125-ში გარდაიცვალა და დაიკრძალა იგივე ქუთაისში გელათში. ანუ იმის დედაქალაქიც ქუთაისი იყო, მაგრამ ნახეთ ახლა რა რით იყო მაშინ გამართლებული ქუთაისიდან დედაქალაქის გადატანა თბილისში. ქუთაისი საუკეთესო ცენტრია და გული არის საქართველოსთვის. აი საქართველოს დედაქალაქობისთვის ქუთაისს აქვს იდეალური მდებარეობა, არა მარტო მდებარეობა, არამედ ისტორია. ნუ ისტორია ხლა ქუთაისს რო აქვს, ისეთი ალბათ საქართველოში არც ერთ ქალაქს არ აქვს, არავინ შემედაოს, თუ შემედოება დავამტკიცებ. დავამტკიცებ ამას. არც თბილისს არ აქვს ამხელა ისტორია, არც მცხეთას და ამასაც დავამტკიცებ სხვათა შორის. მაგრამ ეხლა ეს ისტორია მწუთას გვერდზე გადავდოთ. რა, ანუ რატო იყო დავითს ეს ნაბიჯი გადადგმული? დავითი ხო უკვე მხოლოდ საქართველოს მეფე აღარ იყო. მან იმ ხალა ტერიტორიები შემოიერთა. ფაქტობრივად ის იყო მთელი კავკასიის მმართველი. და კავკასიისთვის ერთგვარი თუ შეიძლება ასე ითქვას, გეოგრაფიული ცენტრი არის თბილისი. მთლიანი კავკასიისთვის. და აქედან გამომდინარეც იყო ნაკარნახები, რომ მას უნდა ემართა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი კავკასია უკვე. და ის უკვე თბილისიდან უნდა გაწვდენოდა ამას, თორე ქუთაისს უდიდეს მნიშვნელობა დაუტოვა, მან იქიდან ჩანს, რომ მან სამეფო საძვალი აქ დატოვა, აქ დაიკრძალა. რატო? იმიტომ რომ ის ისტორიული მნიშვნელობა შეუნარჩუნა. 24 მეფეა გელათში დაკრძალული, როგორც გაერთიანებული საქართველოს, ისე იმერეთის მეფეები. და აქ რანუ სამეფო საძვალედ ქუთაისი და გელათში დატოვა. ეს განსაკუთრებული მნიშვნელობა მას დაუტოვა. და უნდა გავიაზროთ კიდევ და კიდევ დაუბრუნდეთ იმ ძალიან მტკივნეულ თემას, რომელიც ალბათ ნებისმიერ ადამიანს არ აქვს მნიშვნელობა, ისტორიას აღიარებს, რომელ რელიგიას მიეკუთვნება, რის სისწამს, ვის სისწამს, დღეს ძალიან მტკივნეულია, რომ გელათი არის იმგვარ მდგომარეობაში. გელათი უკვე ბოლო რამდენიმე წელია ასეთ მდგომარეობაშია. ჩვენ გვესმის რაღაც განცხადებები, რომ თითქოს იქ რაღაცეები კეთდება, რაღაც დროებითი სამაშველო რაღაც საქმედებები ჩატარდა და რაღაც, მაგრამ რეალურად არ ჩანს საქმე. ნამდვილად არ ჩანს ის, რამაც გელათი უნდა გადაარჩინოს. ეს პრობლემა თუ დადგებოდა ჩვენს ქვეყანაში, მე ნამდვილად არ მეგონა აქამდე. ან თუ დადგა და ამდენი ხანი გაგრძელდებოდა ეს პრობლემა, ამდენი წელი გაგრძელდებოდა ეს პრობლემა და ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, რომელსაც პირდაპირ ევალება საეროა თუ სასულიერო ამაზე ზრუნვა, განცხადებებისგანაც კი თავ შეიკავებდა, არა მხოლოდ ქმედებებისაგან, მე არ მეგონა. ჩვენ ფაქტობრივად გამოგვდის ისე, რომ ხშირ შემთხვევაში ის ჩვენ ისტორიას პატივს ვცემთ ბაგეებით და არ ვცემთ პატივს ალბათ საქმით, გონებითა და გულით, თორე არ შეიძლება ქართველს გაუძლოს გულმა და გაუძლოს მისმა საქმეებმა და გონებრივმა მდგომარეობამ და გელათს უყურებდეს ასე მდგომარეობაში აი ამდენი წლის მანძილზე. თუმცა უპირველესად უნდა ვთქვათ, რომ მთელი საქართველო ამას მომწვენ სრული პასუხისმგებლობით ეს არავის ასე არ ითქვას, მთელი საქართველო დამნაშავეა გელათის წინაშე. მთელი მე თქვენს ყველა აბსოლუტურად ოღონ ყველას თავისელი პასუხისმგებლობა აქვს. ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვებას პრინციპით, ესეც სახარებისეულია, ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება, ვისაც მეტი მიეცა, მეტი პასუხისმგებლობა აქვს, ვისაც ნაკლები პასუხისმგებლობა. თუმცა საერთო ჯამში ჩვენ ალბათ გელათი მე მინდა ვწდებოდე და ეს ჩემი აზრი იყოს მცდარი, მაგრამ რასაც ახლა ვხედავ, მე ვფიქრობ, რომ გელათი აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო. და ეს არის ჩვენი ეროვნული ტრაგედია, მინდა ვთქვა და მე რამდენი დავითობა უკვე აღარც ვიცი, როცა გელათში სამუდამთავრო წირვა ვერ აღევლინება, ეს ტრაგედია. სამწუხაროდ.
ლაშა, ჩვენ შევთანხმდით, რომ დღეს დაკავებული ბრძანდები და დაახლოებით 5-4 წუთია ჩვენს ანგარიშზე, ასე რომ ვერ დაგემშვიდობები, თუ კი ძალიან მცირედ არ გვიამბობ გალობანის სინანულის შესახებ. ეს არის თუ არა უდიდესი თავმდაბლობის გამოხატულება, თუ როგორ შეაფასებთ თქვენ? გალობანის სინანულისანის ავტორი არის დავით აღმაშენებელი, ეს ერთნიშნულოვნად დადასტურებული და ცნობილია. და აქედან ჩანს, რომ მეფემ საუკეთესოდ იცოდა წმინდა წერილი, ანუ ბიბლია და საუკეთესოდ იცოდა საეკლესიო სამართალი. ასევე ის იცნობდა ანდრია კრიტელი მთავარი ეპისკოპოსი იყო ანდრია სინანულის დიდ კანონს. ეს სინანულის დიდი კანონი იკითხება სააღდგომო დიდი მარხვის პირველი კვირის ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს. აი საუკეთესოდ იცნობდა მეფე ამას და ის ისეთ ცოდვებზე ლაპარაკობს იქ, მათგან ბევრი აშკარად მისი პიროვნული და პირადი ცოდვები არ არის. ანუ მას არ ჩაუდენია ეს ცოდვები, გარკვეული ნაწილასაც იქ საუბრობს, მაგრამ ნახეთ აქ რაზდებს ის როგორც მეფე, როგორც ერის მამა, საკუთარ თავში განიხილავს ყველა იმ ცოდვას, რაც მის ერში ხდებოდა. ანუ გალობანის სინანულისანი არის ერთი ადამიანის დაწერილი, მაგრამ არ არის ერთ ადამიანის ცოდვებზე საუბარი და ერთ ადამიანის ცოდვების მიტოვებაზე მიძღვნილი, არამედ ერთი ადამიანის ამ შემთხვევაში მეფის მიერ დაიწერა მთელი ერისთვის და ის ფაქტობრივად გამოხატავს მთელი ერის აღსარებას და სინანულს ღვთის წინაშე და რამდენი საუკუნეც არ უნდა გავიდეს ეს არასდროს არ გაცვდება ის მარად იქნება როგორც დავით აღმაშენებელი მისდარად გალობანის სინანულისთან იქნება თანამედროვე და გაუცვეთელი და ის სინანული რომელიც მასშია ესე უმაღლესი მდგომარეობის მქონე პიროვნება განიცდის საოცრად ღრმა სინანულს და ეს კიდე განსაკუთრებულია რომ ესე იგი ვინც თავი დაინდაბლოს ესახარებისეული სიტყვებია სხვათა შორის რომელიც ახლა გასულ კვირას მეზვერისა და ფარისევრის კვირას იქნა წაკითხული ტაძარში წირვაზე რომ ვინც თავი აღიმაღლოს ის დამდაბლდეს და ვინც თავი დაინდაბლოს იგი ამაღლდეს აი სწორედ ამასაც გამოხატავს დავითის გალობანის სინანულისა და მოკად რომ გითხრა დავითი როგორც დიდი ქართველი მე ასე ვთვლი რომ დავით აღმაშენებელი არის ყველა დროის ყველაზე დიდი ქართველი და არა მარტო ქართველი მოდი ვთქვათ დავით აღმაშენებელი არის ყველა დროის ყველაზე დიდი ქუთაისელი იგი დაიბადა და გაიზარდა ქუთაისში შვილებიც გაზარდა ქუთაისში და მან მთელი ცხოვრება გარდა ბოლო 3 წლისა გარდა იმისა რაც ბრძოლებდა იყო გასული გაატარა ქუთაისში და ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ყველა დროის ყველაზე დიდ ქართველზე, ყველა დროის ყველაზე დიდ ქუთაისელზე. და ეს მნიშვნელოვანი რა არის კიდე იცით რომ დავითს თვითონ არ ქონია პატივისაკენ სწრაფვა. ეს მისი ასე ვთქვათ ეპითეტები რომელსაც ჩვენ ჩამოვთვალეთ, საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა, დროს გაუძლო და არასოდეს არ გახუნდება მისი სახელი საქართველოში. ისტორიული წყაროების თანახმად რა იყო გარდაცვალების მიზეზი? საკმაოდ ახალგაზრდა. გარდაცვალების მიზეზი როგორც ეს ბრძოლა აღარ ყოფილა, თუმცა ის ნახეთ ამდენი ბრძოლა ამდენი ასე რომ ვთქვათ, ამდენი ეხა მოდი დავანებოთ განვადოთ გვერდზე მეფე. ის ხო ადამიანია. რამდენი ნერვიულობა, რამდენი განცდა, რამდენი ემოცია. ის იყო 52 წლის როდესაც გარდაიცვალა. თამარ მეფის შემთხვევაში თქვა არის ვარაუდი რომ თამარ მეფე უკურნებელი სცენით არის გარდაცვლილი. დავით აღმაშენებელზე ამ შემთხვევაში ვარაუდები რთულია, თუ რა დიაგნოზით არის გარდაცვლილი, თუმცა 52 წელი ნამდვილად არ არის დიდი ასაკი, მაგრამ ჩვენ არ ვიცით იმ პერიოდისთვის რა ასაკი იყო ეს. დიდ ასაკად. დიახ. ლაშა, უდიდესი მადლობა რომ დრო დაგვითმე, წარმატებულ დღეს გისურვებ. დაგემშვიდობები 2 კვირით. მადლობა თქვენ და წარმატებებს. მეც გილოცავთ ხსენებას წმინდა კეთილმსახური მეფისა დავით აღმაშენებლისა. დავითის მადლი, ლოცვა, შემწეობა არ მოკლებოდეს ჩვენ ქვეყანას და ერთი თავად ვისურვებ, რომ ვერ შევძლებთ, მაგრამ გვეცადოს, გვედავითოს. ლაშა, დროებით დაგემშვიდობები, მადლობა რომ იყავით ჩემი სტუმარი. ისტორიის დოქტორი პროფესორი ლაშა დეისაძე შარვაშიძე გახლდათ გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი, რამდენიმე წუთით შევისვენოთ და ისევ დაგებრუნდებით, დაგვალოდეთ დროებით.